დავიწყოთ. I24 ნიუსმა შეიტყო, რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ღაზას გზის რუკის წინ წასაწევად. დღეს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაუსა და ჯარედ კუშნერს შორის 3 საათზე მეტი ხნის შეხვედრის შემდეგ და მშვიდობის საბჭოს უფროს წევრებთან, როგორც მას უწოდებენ, იერუსალიმში. ეხლა პრეზიდენტ ტრამპის მთავარი ნდობით აღჭურვილი პირი კუშნერი შეხვდა ჰამასის ლიდერ ალ-ჰაიას ეგვიპტეში კვირას და შემდეგ დღეს ისრაელში ჩამოვიდა. ამ შეხვედრებისთვის უმაღლესი დონის ოფიციალურ პირებთან. ჰამასმა განაცხადა, რომ განიარაღებას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როგორც ამას აშშ შეითხოვს. და საერთაშორისო მხარდაჭერილი გეგმის მიხედვით, თუ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს საჯაროდ დაადასტურებს, რომ ისრაელიც დაიცავს ამ პირობებს, რაც ძირითადად გულისხმობს ისრაელის მზადყოფნას, რომ კიდევ უფრო გაიყვანოს ჯარები და საბოლოოდ დაუშვას ართგენა. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ განიარაღებულია. ჩვენთან ერთად ახლა შუა აღმოსავლეთის მკვლევარი დალია ზიადაა და გვინდა რომ ამ თემაზე პირდაპირ თქვენთან ერთად ვისაუბროთ. განსაკუთრებით ისრაელის მხარეს შევხედოთ, სადაც დღეს ყურადღება იყო გამახვილებული ზეწოლა ნეთანიაჰუზე ალბათ. ნახეთ, ძირითადად იგი ითვლებოდა, რომ არ იყო მზად რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის, განსაკუთრებით ღაზის გარშემო, სანამ არჩევნები არ ჩატარდებოდა და ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდებოდა. იცით, დღესაც ჩანდა, რომ რაღაცა ძვრა იყო. ეს ყველაფერი ოფიციალური არხებიდან გავრცელდა, მაგრამ ეს ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ დაბრკოლებად მიიჩნეოდა ისრაელის მხარეს. დიახ, პირველ რიგში მადლობა, დევიდ, რომ დამპატიჟე, ყოველთვის ასიამოვნოა შენთან ყოფნა. საკითხი ისაა, რომ ყველა ამ შეხვედრას შესაძლო გარდატეხად უყურებს. ანუ კერძოდ გუშინდელ შეხვედრას კუშნერსა და ჰამას შორის იმ გარდატეხად მიიჩნევენ, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვით არხს, რომელიც ნდობას შექმნის ისრაელის მხარესა და ჰამას შორის. და ეს აუცილებელია ნებისმიერი მოლაპარაკების წარმატებისთვის, რათა დასრულდეს ეს კონფლიქტი. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჰამას ვერ ენდობი. ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არ არის ის სტრუქტურა, რომელთანაც ნდობის შექმნა შეიძლება. და სამწუხაროდ, ყველა მხარე ისეა გამწარებული, რომ ჰამას ასიამოვნოს, რომ ამას ისრაელის ხარჯზეც კი აკეთებენ, რაც ძალიან საშიშია. დიახ, ისრაელს აქვს შიდა ზეწოლა. გულისხმობ ისრაელის მთავრობას მომავალი არჩევნების გამო, მაგრამ მათ ასევე აქვთ უზარმაზარი გარე ზეწოლა, რომელიც მოდის ისრაელის ყველაზე ახლო მოკავშირიდან, ანუ შეერთებული შტატებიდან. ჰამასთან ხნენ მოусმინონ და რეალურად იმოქმედონ. ეტაპობრივი გასვლა ღაზადან მანამდე, სანამ ჰამასი განიარაღდება, რაც აუცილებელი პირობა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოდით ამ ასპექტზე ერთი წუთით ვისაუბროთ. ეს აშკარად ის მთავარი სადაო საკითხია, რომელზეც ისრაელი მტკიცედ დგას. და იცით, ალ-ჰაიამ როგორც გავიგე, კუშნერს უთხრა, რომ ჰამასი კვლავ ერთგულია ამ განიარაღების გეგმის, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ ისრაელი თავის ვალდებულებას შეასრულებს, რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ, რადგან მათ სურთ, რომ ისრაელმა გამოყვანაზე აიღოს ვალდებულება. ნახეთ, ეხლა ნეთანიაჰუმ ძირითადად ამაზე დათანხმდა, მაგრამ ამავდროულად დაჟინებით აცხადებს, რომ არანაირ გამოყვანას არ განახორციელებს, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება. მოდით ერთი წუთით ვისაუბროთ იმ საკითხზე, რომ ახალგაზრდა ღაზელ ბიჭებს იარაღი ჩამოართვან. როგორც გავიგე, დღევანდელი სიახლეების ნაწილი ის იყო, რომ იქნება აშშ ამერიკის შეერთებული შტატების ძალა, რომელიც რეალურად შევა ღაზაში გარკვეული ფორმით. ჯერ არ ვიცით, როგორ განხორციელდება ეს გენერალ ჯასპერის ზედამხედველობით, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია, ჩემი აზრით. რთული იქნება მაგალითად ესაუბროთ ახალგაზრდა ღაზელს, რომელსაც აქვს AK-47. და შეიძლება ამ ომის განმავლობაში თავისი 3 მთავარი მეთაური მოკლული ჰყავდეს. ეს ძალიან ძვირფასი ნივთია. იცით, ახალგაზრდა კაცს და კაცისთვის ღაზაში ამ მომენტში. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება დაარწმუნო, რომ ეს იარაღი ჩააბაროს. თქვენთვის რა გზაა ყველაზე რეალისტური ამის მისაღწევად? ზოგიერთები საუბრობდნენ პალესტინურ ტექნოკრატიულ ადმინისტრაციებზე. ახლა ამერიკულ ძალებზე საუბრობენ. თქვენთვის რომელიმე ეს რეალისტურად ჟღერს? ეს ძალიან კარგი კითხვაა, დევიდ, და სინამდვილეში ვფიქრობ, თქვენ უკვე დაადგინეთ, სად არის პრობლემა. მთელი საუბარი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჰამასთან, მიმდინარეობს ხელმძღვანელობასთან, ალ-ჰაია და სხვები, რომლებიც ღაზის გარეთ იმყოფებიან. მაშინ როცა ხელმძღვანელობა ღაზაში, ჰამასის ხელმძღვანელობა ღაზაში, სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება, განიარაღდნენ თუ არა. და ამას ძალიან ნათლად ვხედავთ განსხვავებაში, რასაც ალ-ჰაია და სხვები, ჰამასის ლიდერები, პირობას დებენ შიდა შეხვედრებზე. ისეთ რაღაცებში, როგორიცაა მაგალითად კუშნერთან შეხვედრისას, მათ აშკარად დაფირდნენ, რა თქმა უნდა, განაიარაღდებიან. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მათ აქვეყნეს პრეს-რელიზი ან განცხადება შეხვედრის შესახებ, განაიარაღების შესახებ არაფერი უთქვამთ. და სინამდვილეში ჰამასის ზოგიერთი პროპაგანდისტი, მათ შორის ალ-ჯაზირა და სხვები, გამოვიდნენ და თქვეს, რა თქმა უნდა, ეს ჰამასის როგორც პოლიტიკური აქტორის აღიარებაა.
ეხლა აშიშიჩუ საბოლოოდ ეთანხმება ჰამასის პირობებს და აპირებს მოусმინოს მას. ასე რომ კიდევ ერთხელ ისინი ამას წარმოაჩენენ როგორც ჰამასის გამარჯვებას, როგორც ჰამასისთვის მეტი ბერკეტის გაჩენას ღაზაში, ვიდრე რეალურად ამერიკული ძალის ზეწოლას მათზე. თვითონ ტრამპი აგზავნიდა თავის სიძეს ამის გასაკეთებლად, რათა ისინი განაიარაღებინა. და მე მჯერა რომ ისინი გააგრძელებენ ამ თამაშს, ან დაელოდებიან მოქმედი ისრაელის მთავრობის შეცვლას იმ იმედით, რომ მომავალ არჩევნებში ის შეიძლება. ან დაელოდებიან თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის წასვლას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორივე ვარიანტი მათთვის რეალურია. ასე ჩანს. კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, არის ის, რაც ჩემთვის გამოიკვეთა ქუშნერის აქ ჩამოსვლისა და მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. პალესტინის ადმინისტრაციას, ჩემი აზრით, არც ერთი შეხვედრა არ ქონია ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან. მათ ბევრად ნაკლები ყურადღება დაუთმეს. როგორც ვიცით, აშეცეშემ და სვებმა ნაკლებად მიაქციეს ყურადღება მოვლენებს დასავლეთ სანაპიროზე. ან შეიძლება ითქვას, რომ პალესტინის ადმინისტრაციას მხოლოდ ნომინალური ძალაუფლება აქვს, თუ საერთოდ აქვს. დასავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში, ხოლო ღაზაში საერთოდ არ აქვს. არსებობს თუ არა რეალური მომავალი პალესტინის ადმინისტრაციისთვის, ან უნდა არსებობდეს და თუ არა, ვინ უნდა იყოს. ვხედავ თუ არა, რომ მშვიდობის საბჭო არსებითად რაღაც სხვას ავითარებს. რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ პალესტინის ადმინისტრაციას და ჰამას, ვიფიქრებდით, რომ პალესტინის ადმინისტრაცია ოცია უფრო მოქნილია, უფრო მზადაა ისრაელთან მშვიდობაზე ისაუბროს და უფრო პოლიტიკურად აორიენტირებული ვიდრე ტერორისტულად, როგორც ჰამასი, თუმცა სამწუხაროდ ის ძალიან კორუმპირებულია. იქ უმეტესობა ლიდერებისა მხოლოდ საკუთარ პირად ინტერესებზე ზრუნავს და არა პალესტინელი ხალხის ინტერესებზე. ამის გამო ისინი არ არიან სანდო წარმომადგენლები პალესტინელი ხალხისთვის. თუმცა აქ მცირე იმედის ნაპერწკალია. მაჰმუდ აბასმა დაფირდა, რომ წლის ბოლოს ნოემბერში, დამგონი კიდევ ერთხელ მომავალ წლის იანვარში ორი ტური საკანონმდებლო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება. იმედია ეს პალესტინის ხელმძღვანელობაში ახალ სახეებს მოიყვანს, რომლებიც მზადი დალიაზია და თქვენთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. მადლობა, რომ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა მიიღეთ. მადლობთ. გადმოვიტანოთ ეს დისკუსია სტუდიაში, სადაც ჩვენთან ერთად არის ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვის ლეიტენანტ პოლკოვნიკი იონათან კონრიკოსი, ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი საერთაშორისო სპიკერი და ამჟამად დემოკრატიების დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი. მკვლევარი იონათან, თქვენთან საუბარი ყოველთვის ღრმადაზრიანია და სასიამოვნოა ამ დისკუსიის გაგრძელება. ჩვენი მაყურებლებისთვის განსაკუთრებით გასაგებად აღვნიშნავ, რომ კვირას კუშნერსა და ალხაიას შორის შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა ჰამასის წარმომადგენლებთან, როგორც მე ვფიქრობ, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ. და ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ მაშინ დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის, ძევლების გათავისუფლებისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმება. ასე რომ ამ შეხვედრას ნამდვილად ჰქონდა შედეგი. ნახეთ, ამ პროცესში ტონი ბლერი მონაწილეობს, განსაკუთრებით ჯერედ კუშნერი. ესენი ისრაელის ნამდვილი მეგობრები არიან. არის თუ არა ეს მიზეზი? მხოლოდ ამ მიზეზით უნდა ვენდოთ ამ პროცესს. ან ჩავერთოთ იმაში, რასაც ისინი გვთავაზობენ. ასე უნდა მიუდგეს ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი ამ ეტაპზე. ცხადია, მოლაპარაკებებში მონაწილე პირებს აქვთ არჩევანი, ან თავად წყვეტენ, ვისთან აწარმოონ მოლაპარაკება. მაგრამ ისრაელში ბევრჯერ შევხვედრი ვარ გაკვირვებულ სახეებს კითხვით. რატო უნდა შევხვდეთ? რატო უნდა შევხვდნენ მოლაპარაკების მონაწილეები ჰამას? ჰამას არ უნდა კონდეს სიტყვა ღაზის ომის შემდგომ მოწყობაში. ისინი უნდა განიარაღდნენ, მათ უნდა გადასცენ ღაზის სექტორის კონტროლი და პალესტინურმა ტექნოკრატიულმა მთავრობამ უნდა აიღოს კონტროლი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მხარდაჭერით. რატომ უნდა ესაუბროს ვინმე ჰამას? თუ ასეა, ალბათ ერთადერთი მიზეზი იქნებოდა მართლა მზად არის ჰამასი განიარაღებისთვის. ამას თვეებია ვამბობ და მეტიც, ვერც ერთი ნამდვილი ჯიჰადისტი არასდროს დაკრის იარაღს. ეს თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო რეალობაში. შეუძლებელია ამის წარმოდგენა. ვფიქრობ, ამის რეალობად აღქმა ორ მთავარ მიზეზს უკავშირდება. პირველი, ეს ეწინააღმდეგება მათ ბუნებასა და პრინციპებს. და მეორე, საფრთხე რომ ისინი საკუთარ თავს გამოავლენენ, ისინი, ანუ ჰამასი, არა ისრაელისგან. პალესტინელებზე რომ გადავიდეთ, აი ეს ახალგაზრდა ბიჭი კუთხეში, რომელსაც ოჯახი ჰყავს და იცის, რომ შურისძიება მასაც შეეხება. ხო, ის არ დათმობს იმ თობს. არა, ანუ გულისხმობ, რომ ნებისმიერი თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედი ტერორისტი ნამდვილად არ დაინტერესდება ამით. ასე რომ კიდევ ერთხელ გაჩნდება კითხვა, რა შეიძლება გამოვიდეს შეხვედრიდან ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელთან. ამ ეტაპზე როგორ აფასებთ ამ ჭიხს, ასე ვთქვათ? ბევრს ჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ არის მზად ღაზის საკითხზე რაიმე წინსულაც კი აჩვენოს და არ უნდა რომ ეს თემა საერთოდ იყოს ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. მეორე მხარე კი, რა თქმა უნდა, ჰამასის შეურიგებლობას უსვამს ხაზს. ამ ყველაფერში რეალობა სად არის? მოდით რეალობით დავიწყოთ, რომ ისრაელი
ამ მთავრობამ, ჩემი აზრით, განსაზღვრა მკაფიო და სწორი მიზანი, დაეშალა ჰამასი, დაეშალა მათი პოლიტიკური კონტროლი ღაზაზე და დაებრუნებინა მძევლები. სამწუხაროდ, სამიდან მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევა შევძელით. აი, რატომაც უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს შეეძლოთ შესვლა, ჰამასის დაშლა და მათი დამარცხება, როგორც მე ვფიქრობ, უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ არ აღმოჩნდებოდით იმ მდგომარეობაში, სადაც ახლა ვართ, როცა ჰამასი ისევ ფაქტორია. ეხლა უნდა წავიდეთ კომპრომისზე. და კომპრომისი თუ კი ტრამპის სამშვიდობო გეგმა განხორციელდება, ჩემი აზრით მართლაც კარგი კომპრომისია. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ჰამასს ძალიან კარგად ესმის სიტუაცია. ისინი არ ასრულებენ შეთანხმებას. სამწუხაროდ, კატართან, თურქეთთან და ეგვიპტესთან ერთად მათ შეძლეს დიპლომატიურად შეეტრიალებინათ ეს სიტუაცია. მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, ეს სამი ძალა მათ მხარეს. დიახ და პასუხისმგებლობა და ზეწოლა ისრაელზე გადადის, რომ დაეთანხმოს რაღაცას, რაზეც ცეც ჩვენ წარსულში უკვე დავთანხმებულ ვართ. მაგრამ თუ ისინი ცდილობენ მოვლენების ჯაჭვის შეცვლას, ჯერ ღაზას აღდგენა მოხდეს, შემდეგ კი მხოლოდ ისრაელის ძალების გაყვანა და შემდეგ მხოლოდ ჰამასის ნაწილობრივი განიარაღება. ისრაელი ამას არ დაეთანხმება, ასე რომ ეს ჩიხია, რომელსაც რეალობასთან პირდაპირი კავშირი აქვს და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ მიზნების მიღწევა, რაც გვინდოდა და ეს სამწუხაროა, რაც მომავალ თაობებს სამუშაოდ რჩებათ. უდაოდ ასია, იმედგაცრუება.